გამარჯობა, ყველას მოგესალმებათ მაია დეიდა. ჩვენი ისტორიის სახელწოდებაა პირმშოობა საჭმლის სანაცვლოდ. სამახსოვრო მუხლი კი დაწერილია რომაელთა მიმართ წერილის მე-12 თავის მე-10 მუხლში, სადაც ვკითხულობთ. ძმათ მოყვარეობაში იყავით ერთმანეთისადმი გულთბილნი და მოყვარულნი. ურთიერთ პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. დღევანდელი ისტორიით უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ადამიანები, თუნდაც ისინი ჩვენგან განსხვავდებოდნენ. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მთელ დღეს გარეთ ატარებდით. შესაძლოა მეგობრებთან ერთად თამაშობდით, ან ბაღში მუშაობდით. შემდეგ კი სახლში შეხვედით, სამზარეულოდან რაღაც კარგი სუნი იგრძენით და უცებ ძალიან მოგშივდათ. სწორედ ასე მოხდა ესავის შემთხვევაშიც. მოდით, უფრო მეტი გავიგოთ. ისააკი და რებეკა წლების განმავლობაში ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობდნენ. რებეკას უყვარდა იმ დღის გახსენება, როდესაც ჭასთან უცნობი შეხვდა და მას აქლემების დარწყულება შესთავაზა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ისააკი ადიდებდა უფალს, რომ მან შეძლო და ასე შორიდან მოუყვანა საცოლე. დიახ, ისააკსა და რებეკას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ რაღაც აკლდათ ცხოვრებაში. რებეკას შვილების გაჩენა არ შეეძლო და ამან ძალიან დაამწუხრა. ისააკმა იცოდა ღვთის აღთქმის შესახებ, რომელიც ღმერთმა მამამის, აბრაამს მისცა. ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ მისი ოჯახი ძლევამოსილი ერი გახდებოდა. ისააკი ბევრს ფიქრობდა, მაგრამ ვერ გაეგო თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს, როცა მას ერთი შვილიც კი არ ჰყავდა. ეს თავსატეხი მისთვის დამამწუხრებელი იყო, თუმცა მისი ამოხსნა ძალიან სურდა. ბოლოს ისააკმა ილოცა და შეევედრა ღმერთს, რომ რებეკასთვის შვილი მიეცა და ღმერთმა ისააკის ლოცვას გასაოცრად უპასუხა. რებეკას ერთი კი არა, ორი შვილი ეყოლა. ღმერთმა ისააკსა და რებეკას ტყუპი ბიჭები აჩუქა. ტყუპები ჯერ არ დაბადებულიყვნენ, რომ დედის მუცელშიც კი ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ. რებეკას აზრით ეს უცნაური იყო. ვის აღარ ჰკითხა ამის შესახებ, მაგრამ ვერავინ შეძლო აეხსნა, თუ რატომ ხდებოდა ასე. საბოლოოდ რებეკა ესაუბრა ღმერთს, მან ილოცა და ღმერთს კითხა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ლოცვაზე პასუხმაც არ დააყოვნა და ღმერთმა მას უთხრა, რომ მის მუცელში ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბავშვი იმყოფებოდა. ასევე უთხრა, რომ მათგან წარმოიშვებოდა ორი განსხვავებული ერი, რომელთაგან ერთი მეორეზე ძლიერი იქნებოდა და რომ უფროსი უმცროს დაემონებოდა. ისააკმა და რებეკამ თავიანთ ტყუპებს ესავი და იაკობი დაარქვეს. როგორც უფალმა თქვა, ბიჭები მართლაც ძალიან განსხვავებულები იყვნენ. ესავს, უფროს ძმას, უყვარდა ველად გასვლა. ის ნადირობდა და ხშირად მამისთვის ნანადირევი მოჰქონდა. ამიტომაც ის იყო მამის საყვარელი ტყუპისცალი. იაკობს კი კარვებში ყოფნა უყვარდა. ის მწყემსავდა თავისი მამის ფარას და ასევე საჭმლის მომზადებაც ისწავლა. იაკობი დიდ დროს დედასთან ერთად ატარებდა. ამიტომაც ის დედის საყვარელი ტყუპისცალი იყო. ერთ დღეს ესავი ველიდან დაბრუნდა. მას ძალიან შიოდა და უცებ სასიამოვნო სუნი იგრძნო. იაკობი რაღაც გემრიელს ამზადებდა. როგორც ჩანს, ეს ოსპი შეჭამადი იყო. ესავი მიუახლოვდა თავის ძმას და უთხრა: "შიერი ვარ." შემდეგ კი თქვა: "ცოტა მეც მაჭამე." იაკობმა უპასუხა: "მართლა ასეთი მშიერი ხარ? იმდენად მშიერი, რომ მზად ხარ პირმშოობაც კი დათმო." ხოლო ესავმა მიუგო: "ლამისაა შიმშილით მოკვდე და რაღად მინდა პირმშოობა." მაშინ იაკობმა მისცა მას პური და საჭმელი. ესავმა შეჭამა, შემდეგ კი ადგა და წავიდა. აი ასე არად ჩააგდო მან თავისი პირმშოობა. მხოლოდ ის აინტერესებდა თუ როგორ გრძნობდა თავს იმ წუთში და ამის გამო მან დათმო ის, რაც კურთხევას მოუტანდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.